დასრულდა რეკლამა, ვაგრძელებთ ლაპარაკს. მეგობრო, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ითქვა კიდე ტრამპმა, რომ უხეშად თქვა, ატკატები იყო USAID-ის და სხვა ეგრეთ წოდებული მშვიდობის ყოფილი ძალების მილიარდობით დოლარში იყო ატკატები, ხო? და ესეც მარტივი სქემაა, შეიძლება ესეც გაირკვეს. ეს ბიუროკრატია, ეს დემოკრატები, რომლებიც არ არიან ბიზნესმენები, ფული საიდან აქვთ მათზე მეტი ბიზნესმენებზე. ბიუჯეტიდან ურიცხავდნენ და მე ეს ფული ბრუნდებოდა უკან. ზოგჯერ პირდაპირ აი პოლიტიკოში, როიტერში ხომ მიდიოდა მილიონები. და ძლიერდებოდა დემოკრატიული პარტიის პროპაგანდისტული ან სხვა ფლანგები. ანუ ესე ნაშოვნი ფული გთამებით და მაიმუნობით ხმარდებოდა რესპუბლიკელების წინააღმდეგ კამპანიებს და ქვეყნის დათრევას. რა თქმა უნდა, მათ შორის რომ ასუსტებს ამ ორგანიზაციებს და შლის თავდაცვის თემაც არის, ხო? რას ფიქრობს ხოლმე ბიზნესმენი პირველ რიგში, როცა საფრთხე ემუქრება, საიდან ფინანსდება მტერი, ხო? და ხედავს, რომ მართლაც მილიარდობით დოლარი მოდის უკან ატკატების და რაღაც მაიმუნობების ხარჯზე. ეხლა გადმოვიტანოთ მეწყურ საქართველოზე ეს ყველაფერი. ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო ამ გაუქმების სასწრაფო წესით, რომ ის ფული ტრიალდებოდა დემოკრატიის. ხო, აბა საიდან მეორე მხრივ, ხო? ნუ ეხლა კაცი ამბობს, რომ 177 მილიარდი იყო გამოყოფილი უკრაინისთვისო, მივიღეთ 75 მილიარდი დანარჩენი საწავი და ეხლა ისე თქვა. თავარია რამენაირად რაღაცა მექანიზმებით ზელენსკი რომ ცუდი ბედი აქვს, ეგ ვიცით, მაგრამ ტრამპის სასტავს არ ჩაუვარდეს, იმიტომ რომ ოქროს მოწმე არის მათთვის. მაგან თუ პირი მოაღო და დაიწყო ლაპარაკი. ძალიან კარგად იცის ის. იციან ისე. მილიარდები, არა, ნუ ასამობ ოქროს მოწმე არა, რომ დაიწყოს ლაპარაკს და 170 მილიარდიდან 100 საწავი და რო იწყვის კონკრეტული ვისამართებით. მან ეხლა შეიძლება ეგ გაცვალოს უსაფრთხოების გარანტიებში არც ეგ გამორიცხოთ. ეს იმის პრობლემაა უკვე და უკრაინის. სხვა შორის მინდა აღნიშნო კალაძის ძალიან ღირსეული პასუხი მის მაკაც შევჩენკოს პირადი ურთიერთობა აკავშირებს და მე ჭირის უფალზე ცუც არ ვიტყვი არასდროს. შევჩენკოს გამოხდომა იყო ჩემ მეგობარი არ არის, მაგრამ მე შემიძლია თქვა, ამიტომ აბსოლუტურად უაზრო, გიჟური და არადეკვატური. უშინაარსო იყო. მაგრამ სხვა შორის უკრაინელების სტილში, იცი? კი, ანუ ეგ არის ეგეთი ხალხი. აბსოლუტურად. კი ბატონო. ხო, აი გადმოვედით ახლა ჩვენზე და უკვე დღეს ვკითხულობდი ძალიან ბევრი ლიბერდებილის, ასე ვთქვათ, სტატუსებს. და უკვე ღიად დაიწყეს ტრამპის არა მარტო ლანძ, მაგრამ წყევლა, ხო. თითქოს წყევლა, ხო. ანუ შეგუების ფაზაა მე. ესეთი გენიალური ჩემი აზრით მათი წყალებში, რა თქმა უნდა, რეზოლუცია მიიღეს, რომელიც ვიღაცა ისტერიული ქალის დაწერილია, იმიტომ რომ ტექსტი არის აბსოლუტურად არადიპლომატიური. და უნდა უხარობდეთ, რომ აი ხო ჩვენც ავართ მოხსენებულს მათ შორის პოსტების დამფუძნებლები. რაც დიდი პატივია ჩვენთვის. და ჩაუშალა ყველაფერი რა, ბევრი რამით. მე გთხოვთ გააკეთოთ პროგნოზი ან იმსჯელოთ და გავუკეთოთ ანალიზი აქაური ლიბერდებილების აგონია, როდის დაიწყება, დაწყებულია, რამდენი ხანი გაგრძელდება, იმიტომ რომ ფული ჯერჯერობით როგორც მე უყურებ არ ამოწურულა. აი, როდის დაერხება? და რატო? მოდი დავწერთ ხა, ანუ ასეთ დროს მოქმედებას აქვს რამოდენიმე სტრატეგია. მე როგორც ადამიანს, რომელსაც მიყვარს სტრატეგიული რაღაც თამაშები და ისეთ ცხოვრებაში რაღაცების, ანუ ხშირად არასაჭირო დაიგმებიც გეტყობა. არის რამოდენიმე ვარიანტი, რაც მას შევატყობ პოზიციაში. ხო. პირველი ვარიანტია, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც ჩვენ ჩავწერთ. ანუ ეს არის აი მათ შორის არის რაღაც კატეგორია, რომლებიც ანუ ისე იქცევიან რომ ესეც ასე იყო ჩაფიქრებული. ანუ ტრამპიც რო ესე იქცევა, ეს რაღაც კიდე უფრო არა, ხო, მაგრამ არის შავა იქ რამოდენიმე მე ძალიან მიყვარს, რომ ეს არის რამოდენიმე, ანუ ეს არის რომ კიდე უფრო რაღაცნაირი სხვანაირი სიღრმეს რო ცდილობენ რომ მოირგონ, რომ აი სინამდვილეში ეს ასე ჩაფიქრებული. მეორე და უფრო სოლიდური კატეგორია არის, რა თქმა უნდა, რომლებიც პირდაპირ იწყებლებიან. ანუ ეს ხო ძირითადად ყველას გამოგვიცდია წყევლა. ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ანუ დაჰავება და წყევლა. დაჰავება აღარ არის სექტორი. დაჰავება აღარ არის, დარჩა წყევლა. შავა, რა იცი, სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ მე როგორც ხვდები, მათ ძალიან დიდ ხანს შეუძლიათ ეს აგონია გქონდეთ. და რატო იცი? იმიტომ რომ ეს არის ბაბლი,
სადაც მხოლოდ ერთმანეთზე ლაპარაკებიან, მხოლოდ ერთმანეთში აქვთ მიმოწერები არა, ეგ მე სხვა დავს. მათ განწყობები ფეხებზე მკიდია, თავარი კანონი არ დაარღვევს. აი ეს ისტერიული მაინც მცირე რიცხოვანი, მაგრამ რუსთაველი გადავკეტეთ და ეს თემა. შალო, შეხედე? შალო, ნახე. არის ასეთი რამე ამბობენ, რომ პროცესების დროს წარმოიშვება რაღაც კატეგორია ხალხის, რომელიც უკვე დაინტერესებულია პროცესებში. ანუ იმ აქციების დროს იქ გაჩნდა რაღაც კატეგორია ხალხი, რომლებსაც აქვთ უკვე რაღაც ინტერესი რა. ანუ ის მატერიალური, არა მარტო მატერიალური, ფსიქოლოგიური, პონტია, ხო. ანუ მე ვამბობ ასეთ რამეს, რომ ძალიან ბევრი ფსიქიკური პრობლემების მქონე ხალხი არის იქ. ეს მაგას ვამბობ, იმიტომ რომ მე ყველა არ არის ესეთ შეურაცხმყოფი. არა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია და აი მოწინავე რიგებში ვიცი რა, რომ პირდად და ამ ხალხს აღმოაჩენს თავის ცხოვრებას პირდად ყავთ ცოცხალი მეგობრები. რეალიზების საშუალება. ანუ მათ ანუ ადამიანები ნახეს, რომლებიც რაღაცას არ აბულინგებენ. ანუ ამ ხალხმა საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინეს აქცია. არ უნდა მიტოვება უკვე შესაძლოა სახში აღარ. ყოველდღიურად რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა რომ ერთმანეთი ნახოს და მოესიხაროს ამის პრობლემა არ არის. სხვაგან რო გააკეთონ სადმე ეგეც ნუ ჩვენი მოსაგვარებელი. ხომ ანუ სხვაგან რო გააკეთონ, ანუ მთელი მუღამს დაკარგავს რა. ახლა რო აი გდანის რომელიმე ახალგახსნილ პარკში რომ მივიდნენ იქ დაიკარგებიან, იმიტომ რომ იმ რაოდენობა ანუ 30 კაცი არც იქეთ განს დააქვს რომ აი 400 კაცმა რო ქუჩა გადავკეტეთ პუტინს გამანადგურებელი დარტყმა მივა. სხვათა შორის იმ პუტინს რომლის პოსტებსაც ტრამპი აზიარებს თავის X-ის გვერდზე. ხო, ნუ ეგ ხო და აი ეს როდის დაურხევს ხო? აი ეგეთი სისტემა იყო რაც თქვენ აღწერეთ. აი მაგალითად ვესტინდიოთის კომპანია არ ეკუთვნოდა ბრიტანეთს. იყო დამოკიდებული როგორც მაგალითად წმინდა გიორგის ბანკი იყო გენუაში და გენუას ეს კოლონიები მათ შორის ყირიმზე არა გენუას სახელმწიფოს შემადგენლობაში კი წმინდა გიორგის ბანკის საკუთრება იყო. და ეხლა ეს რატომ მოვიყვანეს მაგალითი. სიამდვილეში აქ რა რევოლუციების იქნებოდა, ეს იყო არა ამერიკის შეერთებული შტატების რევოლუცია, არამედ ეს იყო დემოკრატიული პარტიის რევოლუცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, იმიტომ რომ რეალურად აქაური პოლიტიკური ძალები ემსახურებოდნენ საბოლოო ჯამს არა იმდენად შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესს, არამედ ემსახურებოდნენ, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ემთხვეოდა დემოკრატიულ ინტერესს, არამედ ემსახურებოდნენ დემოკრატიულ პარტიის ინტერესებს. ესა ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, როდესაც აი პირველი გავიხსენოთ რა, პირველად როდესაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, როგორ ლანძღავდნენ ტრამპს და როგორი იყო დამოკიდებულება ტრამპის ამერიკისადმი. ანუ მათი დამოკიდებულება არა ამერიკულ სახელმწიფოსადმი იყო ლოიალური, არამედ იყო დემოკრატიული პარტიისადმი ლოიალური. ეხლა რა ხდება? ეს ამ ინსტიტუტების ესე იგი პრაქტიკულად განადგურებით, შესუსტებით, მოდი ეს განადგურება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, შესუსტებით, სუსტება არა ამერიკის სახელმწიფო, როგორც ბევრ წარმოუდგენს, არამედ სუსტება დემოკრატიული პარტიის საერთაშორისო გავლენები. და შესაბამისად აღმოჩნდა ის, რომ ამერიკის ცენტრში ხდება შიგნით იდეოლოგიური გარდაქმნები და გარეთ ინსტიტუციური ჩამოშლები. მე უკვე ვხედავ, რა ვიცი, თქვენ აკვირდებით თუ არა, შიდა კონფლიქტები დაიწყო. ანუ, როდესაც თანხა არ არის, იმდენი არ არის, ბუნებრივად იწყება შიდა კონფლიქტები. მე ამ შიდა კონფლიქტებს უკვე ვხედავ. უკვე ერთმანეთს არიან დაკეტაკებული და ჩვენ უბრალოდ რაღაცა პოპკორნი გვაქვს და უყურებთ ამ ყველაფერს. მაგრამ აქ საინტერესო რა არის ამ მომენტში? მე უბრალოდ არ მინდა რაღაცა ისეთი დიდი იმედები მივცე ჩვენ მოსახლეობას, რომ სახელმწიფო გადატრიალებები არ მოხდება. არ მოხდება იქამდე, სანამ ამას ტრადიციულად აკეთებდნენ დემოკრატიული ინსტიტუტები. ანუ ადრე თუ გვიან ისეთ სახელმწიფოს, როგორიცაა შეერთებული შტატები, ამის გაკეთება მოუწევს. ოღონდ მოდი გავიხსენოთ, როგორ აკეთებდა აქამდე USAID-მდე და სხვადასხვა ესეთ ორგანიზაციებთან ჯარით აკეთებდა. ჯარით და სამხედრო შეერაღებული ადამიანები. პინოჩეტის მაგალითად. პინოჩეტის მაგალითად, არა მარტო პინოჩეტი, უამრავი მაგალითი. გრენადა, პანამა, ბევრი. ამიტომ ეხლა ნახეთ, თუ კი ამერიკა როდესაც იმ პოზიციას დაიჭერს, რომ სახელმწიფო გადატრიალება მას უნდა, ეს ადამიანები, რომ NGO სივრცეზე თამაშგარეთ არიან ყველა ვარიანტში. ანუ ეს არის კლასი, რომელიც არის უკვე ყველა ვარიანტში თამაშგარე მდგომარეობაში.
როგორი ურთიერთობას არ უნდა დაიჭიროს ამერიკამ საქართველოსთან, ეს კლასი უკვე აღარ არის დასაყრდენი, აი ამ რევოლუციური კლასი. ამათი ოპტიმალური სტრატეგია რაც არის, ახლა რო გადარჩენ, ხო, ანუ ადამიანს ხო ჭირდება, რომ რაღაცა მარცხი ვიწვიე და ეხა მოდი დავაპროექტო აი ამ მარცხთან შეგუების ის. ნუ ერთი რაც შენ თქვი, რომ ეს ტრამპის წყევლა, ეს პირველი შეგუების ფაზაა და მეორე არის ესეთი გეგმა, როგორც მე ვაკვირდები მათ, ასე ვთქვათ. ევროკავშირში გავმაგრდეთ და ტრამპი დროებითი, ნუ 4 წელი დროებითი მოვლენა და ევროკავშირი გაგვამაგრებს. ანუ ეს არის, მაგრამ მოდი ახლა ისიც ვთქვათ, რომ ახლა წეგან ვახსენე პუტინმა რა თქვა, ხო, რომ ესე იგი ევროკავშირიო, ეხლა თავის ბატონთანო დადგება კუდის კიცინს დაუწყებსო. და ეს რო თქვა პუტინმა, ეს ანუ ტრამპს ისე არანაღვლებს ევროპა, ეს თავის იმას გააზიარა. ტიპმა პუტინის ნათქვამი ეს ითქვამი. ხო და ანუ რა ხდება? ანუ ამათი ამ ევროპელების მართლა უსახო ტიპების, რომლებიც არ წარმოადგენენ იმ ევროპულ ნამდვილ ეროვნულ მთავრობებს, არამედ არიან ვიღაცა ტიპები, ხშირად ამ ევროპარლამენტს რო განადიდებენ, ეს ევროპარლამენტარები არიან ხშირ შემთხვევაში ხალხს უსვავ თავის ქვეყანაში მარგინალური. აქ ჩვენ ხა პაატა მანჯგალაძე რო გაუშვათ, აქედან პირობითად რომ აი შენ უნდა იყო ევროპარლამენტარი. აი კვოტით მოხდეს. ხო, ანუ რაღაცა რა, იმით არ არის ესე, ხო და შესაბამისად ამათი სტრატეგია არის ეხლა სწორედ ეს, რომ რაღაცნაირად ამას გაუმკვიდრო ეს დროებითია, მაგრამ არ არის დროებითი, ყველაფერი დროებითია, მაგრამ არ მგონია რომ თუნდაც ის დემოკრატიული ადმინისტრაცია რომ მოვიდეს იგივე ტრამპისგან გადაუხვიოს და არც ის მგონია რომ ტრამპმა ორი კიდე ან ვინმე მსგავსმა კიდე არ გააგრძელოს ვადა. სანამ დაზაიტყვის და დაასრულებს, მე მინდა შეგახსენოთ, საიდან დაიწყო ეს ბოლო ფაზა. პუტინმა ულტიმატუმის სახით ამერიკას მოსთხოვა ორი ქვეყნის საქართველოს და უკრაინის ნატოში არ მიღება. ესე იყო. და როცა ტრამპმა თქვა, ეხლა ხას თქვა, რომ გავიგეო, რომ ფეხებზე დაიკიდეს ეს მოთხოვნაო, ინტერვიუში თქვა. მე მითხარიო, რომ ომს მიიღებთო და შესაბამისად საქართველოს ნატოში შესვლის საკითხი დასრულებულია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ უკრაინასთან ერთად ეს არის დასრულებული. ტრამპს მეკითხება შალვა. აი, ჯო ვილსონი სანამ შენ იყდი შალვა მანამდე ტრამპმა დაგასწრო. ხო. და თქვა რომ ანუ ის წერილი რომელიც ომის დაწყების წინ მიწერა პუტინმა უკრაინასთან მიმართებაში აქ იყო წითელი ხაზად რო ითვლებოდა ნატო-წევრიანება, იქ ეწერა უკრაინა, იქ ეწერა საქართველო. და ისიც ეწერა სხვათა შორის რომ ნატო არის წითელი ხაზი, ევროკავშირში მიბრძანდით ბატონო, რაც იქნა ისაკეთეთ ეკონომიურად გაძლიერდით, არ მანაღვლებს იყო ანუ თავარი ნარატივი. ეხლა რაც შეეხება ამ ჩვენი წოდვიცავსეებს აქ რო ყვანა ანუ რაღაცა მაგათ ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე ვაპარაკობ. სადა აქვთ ტაქტიკასა და აქვთ ან სტრატეგიასა და აქვთ. ეგენი არიან დამოკიდებულები, სუფთა წმინდა წყლის ჩამოკიდებულები არიან ჩვენ ქვეყანაში ევრო ელჩები ვინც არიან ახლა დარჩენილები. ამერიკის ელჩი გაჩერებულია, რა თქმა უნდა, პირველი რევოლუციონერი მაგი იყო, ეგ იყო სათავეში. დღესაც შეიძლება საცეცეებით, მაგრამ აშკარად მიყენებულია. ფაქტია, რომ სანამ რაღაცა არ გაირკვევა და მისი ქვეყნიდან არ წამოვა, თქვათ, მითითება როგორ უნდა მოიქცეს, მაინც დარწმუნებულია, რომ მაინც რაღაცებს აკეთებს, მაგრამ ეს არის ფარულად. ესენი არიან დამოკიდებულები ელჩებზე, რომლებმაც ჩვენ ქვეყანაში გარკვეული დროის პერიოდში როგორ არის თავისი გავლენები დაამკვიდრეს, ანუ ისინი ფაქტიურად ეს ჩვენი NGO-ები მიბმულები არიან მათზე. ხო წარმოგიდგენიათ, ანუ რა დონეზე კაი ბიჭი იყო ვინმე და ზედმეტად ხმა გაეცა, ხმა ეწია, ის არის იყო, რა დამთავრებული არ აქვს რაღაცა, მოდი სიტყვიერი შეურაცხყოფა დავარქვათ, რომ გერმანიის ელჩი უნდა გამოსულიყო, ან რაღაცა ევროკავშირის ელჩი და ასე შემდეგ. ანუ ამათი საფარის ქვეშ არიან და რასაც ეუბნებიან, ზუსტად იმას აკეთებენ. არავინ არ თქვას, რომ ეხა ესენი ვაიმე ან ესე უნდა მოიქცეს ზიან, ან ისე რა უნდა მოიქცნენ. ფულს თუ ეხა დარჩა ხარჯები ევროკავშირი აფინანსებს, ხო? ამერიკიდან ფაქტიურად ჩაიხსნა. ევროკავშირი აფინანსებს, მიცემენ ფულს, აქტივობებს გააგრძელებენ. არ მიცემენ და დაგვემშვიდობებიან, რაღაცას მოიფიქრებენ ალბათ და დამთავრდება მაგითი და ეს როდის დამთავრდება? დამთავრდება, რა თქმა უნდა, ბევრი დრო არ ჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ
უყურეთ, ჯერჯერობით აქვთ რესურსი იმ ევროკავშირში იმისათვის, რომ საქართველოში იქნება მაქსიმალურად გამოკაჩონ რაღაცა შედეგი მიიღონ. ახლა რევოლუციასო ვეღარ მოახდენენ, ეგ ფაქტია, თვითონაც იციან. მაგრამ უყურე რას ურტყავენ და სად ურტყავენ. აგერ რა იყო, როგორ შეიძლება ხა არ ვთქვათ, 2 დღის წინ მიღებულ რეზოლუციაზე ევროპარლამენტმა რომ მიიღო, ხო? ეს იყო საქართველოში დაწერილი და შედგენილი, რასაც უყურებთ ხოლმე, ხო? ანუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაასანქცირეთო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიო, ხო? ტელეკომპანიის თქვათ ხელმძღვანელები, იმიტომ რომ ეთერს არ გვაძლევენ, კერძო ტელეკომპანიის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ დაასანქცირო, რომ არ მინდა და პროპაგანდის მანქანა არ გეძახი. თქვათ, ხო? ეხლა უყურე სად მინდის თავარი, იმათ არიციან იმ 400-მა გამოშტერებულმა ევროპარლამენტარმა, რომ არაფერს არ შეცვლის, თქვათ, ხელისუფლება არც სააკაშვილის გამო სხვათა შორის სანამ მიიღებდნენ მაგ რეზოლუციას გითხარი რომ ბოლოში აუცილებლად ჩაწერენ მეთქი ჩარჩენილია ეგ სააკაშვილს აუცილებლად ჩაწერენ მეთქი არაო რაღაც დროს სააკაშვილის ჩაწერაო არა პრინციპში აღარავინ აღარ იჯერებდა მაგრამ ფაქტია რომ ეს უნდა ჩაწერონ ანუ თვითონაც იციან რომ აზრი არ აქვს და იმდენად დარწმუნებულები არიან რომ აზრი არ აქვს რომ ბოლოში იცი რა მიაწერეს სააკაშვილის გამოშვება ეს როგორ თუ არა და ჩვენ მოგვეცით საშუალება რომ ისო გქონდეს ურთიერთობა რო გქონდეს ნუ წარმოიდგინეთ რეებია ეხლა რატო აკეთებენ ამ ყველაფერს რა ეს დაასანქცირე ის დაასანქცირე აგერ დაინახეს რომ ცოტა ხნის წინ 6 მილიარდიანი ინვესტიცია მოიჯდა ხელისუფლება ანუ ვიღაცეები რო დააფრთხონ მეტის რესურსი არ აქვს აი ჩხავანა კატარო დაიჭირო და აი სადღაც იქნება რომელიმე თავს შეეშინდეს. ფულის ჩადება შეეშინდეს. ხო, იქნება ვინმე შეაშინონ, აგე ევროპარლამენტი გამოდის, ეს ყველაფერი არის გამიზნული ხალხოთორე. ამის წინა რეზოლუცია იყო გაცილებით ამაზე 10ჯერ მილიონჯერ უარესი, რაც იქ ჩაგვიწერეს. იქ ჩაგვიწერეს, რომ რუსებს უნდა დაუწესოთ სანქციებიო, პირდაპირ მოთხოვნა იყო. სადაც პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ქვეყანა უნდა ჩამოიქციოთ თავზე. ამას ომი მოყვება თუ რა მოყვება, ნუ ეგ უკვე სხვა ხარისხში იყო, რა თქმა უნდა, მათი ოცნება იყო, მაგრამ მინიმუმ ამას რომ დაგიწერენ. ეხლა უყურებთ თავარი რა არის. არც ერთი რეზოლუცია იმათი შედგენილი არ არის. ყველა რეზოლუცია არის ამათი შედგენილი. და ამას თავი დავანებოთ ეხლა ეს იმასთან შედარებით არაფერი არ არის, რაც ეხლა ჩაწერეს. ხო დიდი სისულელეები წერია ამ დასანქცირებებზე და რა ვიცი, აი ხო შეიძლება აგაშფოთოს, რაც აქ გვიწერია, ხო? ეს არის კომენტარიც არ უნდა გააკეთო, ისეთი საშინელებები ჩაგვიწერეს. მაგრამ ეხლა თავარი რა არის? წინა რეზოლუციას ამათმა შეადგინეს ჩვენებმა და რა თქმა უნდა აქ ისინი იყვნენ რა ქვია. ჩვენებმა რა? ქართველებმა, ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ, ხო მეხუთე კოლონამ და ჩაწერეს იქ რომ სანქციები უნდა დაუწესოთ რუსეთს. ხო წარმოგიდგენიათ რა ხო? ესენი ვინ არიან? ლელოს ვაფშე ანუ ეს ხალხი ფარულად აქამდე ფარულად დღეს უკვე ღიად გამოდიან და პირდაპირ საქართველოს უბიძგებენ იქითკენ რომ როგორმე ქვეყანა დაიქცეს. იმიტომ რომ ხედავენ იანვრის თვეში მე მინდა ეხლა საზოგადოებას უთხრა იანვრის თვეში ეკონომიკა რა თქმა უნდა კიდე წინ მიდის და ექსპორტ იმპორტმა შარშანდელთან შედარებით 40%-ით წინ წაიწია იანვრის თვეში. ანუ ფინანსური სისტემა გამართულად მუშაობს, ყველაფერი რიგზია, რა თქმა უნდა სტაბილური ხდება მას შემდეგ, რაც დიდი ინვესტიციების შემოსვლაზეა საუბარი, რაღაცა ისეთი მდიდარი ქვეყნები, რაღაც დაინტერესებულები არიან. უკვე ქვეყანაში ამ ნაწილში ეკონომიკური მიმართულებით, ხო? სიმშვიდემ დაისადგურა და აგერ დოლარის იმას, რა ქვია, ეროვნულ ვალუტასაც შეეწყო, რომ გამყარება დაიწყო. ამ დროს რა უნდა გააკეთონ? იმის რესურსი არ აქვს, რომ კიდე თქვათ რაღაც რამდენი 1000 გამოიყვანო, ხო? აგერ ერთი რეზოლუცია გამოაცხეს, იქნება ვინმე შეაშინონ რა და ეს აყანყალო. აი ეს ხალხი არის, ეს ხალხი, რა თქმა უნდა, ეხლა ამას გერმანიის ელჩი რო არის ჩართული და ევროკავშირის ელჩი რო არის ჩართული, ამას რაც უნდა ლაპარაკოს. იმდენად სხვებისგან იღებენ დავალებას, თვითონ ეს ელჩებიც. თუ გახსოვთ გერმანიის ელჩმა თავისი ქვეყნის პოზიციას რო აცდნენ ამან რო სალომე ზურაბიშვილიაო პრეზიდენტიო გერმანიის აქაურმა ჩვენთან რო ელჩია იმან და გერმანიის ოფიციალურ პოზიცია საერთოდ სხვა იყო რა იმდენად სხვებისგან იღებენ დავალებას და ეს ყველაფერი ნახოთ ხა არჩევნები როდის არის სხვებზე არიან ჩამოკიდებული ოქტომბრამდე ანუ ეს ხალხი როგორმე შეეცდებიან რომ აყანყალონ ქვეყანა
და მე რომ აზრი აღარ ექნება რამდენიმე თვეში, აზრი აღარ ექნება, იმიტომ რომ სადაც არის უნდა მოუწიოს ოქტომბრის არჩევნებმა, აი ზუსტად მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები მოკვდებიან, ამერიკა აღარ დააფინანსებს, ესენი აღარ დააფინანსებენ და თვითონ ერთი კაცის მოყვანის რესურსიც არ აქვს და მორჩა მაგათი ამბავი. ხო. მეგობრებო, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო მსჯელობისთვის. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ შაბათს.